მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგილოცავთ, ყველაფერ კარგს გისურვებთ და ეს 2024 წელი ყოფილიყო თქვენთვის ხვავის, ბარაქის, ჟანმრთელობის, ბედნიერების, წარმატების მომტანი წელი. დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაგიბრუნდით საჯარო გაშლით, სახელწოდებით როგორ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება? როგორ დაიწყო ეს ახალი წელი უთქვენოდ ვნახოთ? გაშლა ეხება მათ, ვინც არ არიან ურთიერთობაში, ან პაუზა, ან დასასრული არის. ნახოთ. იფიქრეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებაზე კარგად. მოდუნდით, დამშვიდით, არ ინერვიულოთ არაფერზე და უბრალოდ მისმინეთ. ამჯერად ვარიანტებზე არ გვექნება, ასე გადავწყვიტე, იმიტომ რომ ბევრს გიჭირთ ხოლმე ვარიანტებით არჩევა. მე კი ვნახავ ახლა, როგორ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, უთქვენოდ, რას გრძნობს, რას განიცდის. ნახოთ. როგორ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება უთქვენოდ? ოხ, აქ ნუ პირდაპირ ამოდის სექსუალური ფიქრები. ეს არის ადამიანი, რომელიც თქვენზე არის მოჯაჭვული ფიქრებით და ფიქრობ, რომ თქვენსავით ეს თქვათ მომხიბვლელი ადამიანი, ცეცხლოვანი ადამიანი სხვა ვერ ნახა. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანს აქვს სერიოზული დამოკიდებულება თქვენთან მიმართებაში. ეს დამოკიდებულება რაში გამოიხატება, ხომ? ეს არის ურთიერთობა, როგორც აღვნიშნე, შეიძლება იყოს პაუზით, შეიძლება იყოს დასასრულის. ამას პირობითი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ურთიერთობა მოქმედი, ხომ? ესე იგი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ენატრებით ამ ადამიანს და უფრო მეტიც ძალიან უნდიხართ და თითქოს აი ამ ყველაფერში ცეცხლი უკიდია, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. იმდენად უნდა, რომ თქვენ იყოთ მასთან. იმდენად უნდა, რომ არც უნდა მაგალითად სხვისკენ გახედვა. მიხვდით ხომ? ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სრულიად დამოკიდებულია თქვენზე, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მანძილია თქვენ შორის, ხომ? მაგალითად რაღაცა მიზეზი არის გამოცახა, ამას არ აქვს პირობითი მნიშვნელობა. ადამიანი თქვენზე არის როგორც ჯაჭვით მიბმული ისე. ხომ, უთქვენოდ ვერაფერს ვერ აკეთებს. პირობითად, ესე პირდაპირ მნიშვნელობით კი არა, მაგალითად, რასაც არ უნდა აკეთებდეს, მის თავში ხართ თქვენ. სადაც არ უნდა იყოს, მის თავში ხართ თქვენ. სადაც არ უნდა წავიდეს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველ წუთს ხართ თქვენ მის თავში და ეს ამ ადამიანს აგიჟებს. აგიჟებს მონატრებას, ასე ვთქვათ, უფრო უზრდის თქვენთან მიმართებაში და სრულიად შეიძლება ღამეც კი ჭკუიდან იშლებოდეს თქვენი ასე ვთქვათ მონატრებით. აი ესეთ ემოციებში ეს ადამიანი ახლა თქვენთან მიმართებაში. ნახოთ, მოდი კიდევ როგორ არის თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება ახლა. ძალიან საინტერესოა. ახლა აქვს მდგომარეობა, როდესაც ადამიანმა უნდა გადადგას რაღაცა ნაბიჯები თქვენთან მიმართებაში. ხო, მაგალითად გამოვიდეს კონტაქტზე თქვენთან მიმართებაში. ოღონდ ეს ნაბიჯები იქნება ისეთი, რომ თავგადასავლებს მოგიტანთ, თუ ეს ადამიანი მოვა თქვენს ცხოვრებაში. ხო? ეს არ იქნება ისეთი რაღაცა, რომ ტკივილს მოგიტანთ. არა, ეს ნაბიჯი ამ ადამიანისთვის, თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნებისთვის იქნება თავისუფლების მომტანი. თითქოს როგორი მდგომარეობა აქვს, ახლა მარტივ სურათს წარმოგიდგენთ, ხომ? ეს არის, როცა ენატრება ადამიანი, ხომ? ცეცხლი უკიდია, უნდიხართ, ყველანაირად სურს თქვენთან, აღარ შეუძლია და მის თავში, მის ფიქრებში სულ თქვენ ხართ.
და თითქოს ამთავრებს აი ამას დგავს ნაბიჯებს თქვენთან მიმართებაში, მოდის თქვენთან რაღაცა ნაბიჯებით ხომ, თავისი რაღაცა გზნობებით იქ ზოგი შემთხვევაში ყვავილებიც, მოკლედ. და თითქოს აი ამ რაღაცა ტანჯვისგან თავისუფლდება აი ამ თავისი ნაბიჯების გადმოდგმით. და თითქოს რაღაც თავგადასავლების სურს ამ ადამიანს თავის ცხოვრებაში. სხვადასხვა ეს ზოგი შემთხვევაში შეიძლება იყოს ჩამოუყალიბებელი მამაკაციც, რომელმაც არ იცის რა უნდა და არც იმას არ გამოურიცხავ, რომ მაგალითად საზღვარგარეთ უყვარდეს ამ ადამიანს სიარული, ხო? ნუ საზღვარგარეთ გქონდეს რაღაც მისვლა-მოსვლები, ხო? ნუ თუ ქალუნ რა თქმა უნდა მამაკაცი მიყურებთ, მაშინ ქალბატონის ეხება ეს. ნახოთ კიდევ რა გვაქვს. თითქოს ამ ადამიანს რაღაცა თვალი აეხილა და თითქოს ბევრ რამეს მიხვდა ეს ადამიანი და არ გამოურიცხავ, რომ იყოს ცოტა манипуляტორი პიროვნება შეიძლება იყოს ეს პიროვნება, ხომ? მაგრამ თითქოს რაღაცებში თვალი აეხილა, რაღაცებში თითქოს იპოვა, რაღაცა გამოიღვიძა თითქოს ახალი ეს 2024 წელი დაიწყო რაღაც ახალი ენერგიებით, ხომ? ახალი რაღაცა შანსებით, ახალი ნაბიჯებით, ხომ? და უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ადამიანი მოვიდეს თქვენთან. ძალიან საინტერესოა. ეს ნაბიჯები თქვენსკენ არის განკუთვნილი. ასე რომ დაელოდეთ. ნახოთ კიდევ რა გვექნება აქ. როგორ არის? ხო, წარსულზე როგორ ფიქრობს და როგორ მალე უნდა რომ ეს რაღაცა გამარჯვება თქვენი სახით მოიპოვოს ამ ადამიანმა, ხო? და ეს ძალიან სწრაფად მოხდება. მოკლედ, დაელოდეთ ამ ადამიანს და ეს რაღაცა ცვლილება, რაც იქნება თქვენს ურთიერთობაში, მოიჩქარის თქვენსკენ და ძალიან მალე მოვა, სხვათა შორის, იმიტომ რომ ნუ ეს ადამიანი წარსულზეა ჩაციკლული, როგორც გითხარით, აღარ შეუძლია უკვე, იმიტომ რომ სრულიად ესე ვთქვათ, თქვენზეა მიბმული აი ამ ჯაჭვით თუ ხედავთ და ასე რომ დაელოდეთ და ეს ადამიანი აუცილებლად გამოჩნდება თქვენთან, იმიტომ რომ ნუ მისი მდგომარეობა არის სრული ქაოსი. ამ ადამიანს ძალიან ენატრებით თქვენთან უნდა აშკარად და ეს 2024 წელი აშკარად დაიწყო ახალი შანსებით, ახალი რაღაცა მოქმედებებით და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, იმედი მაქვს, რომ დალაგდებით, იმედი მაქვს, რომ ის სურვილი, რასაც თქვენ ნატრობთ, თუნდაც აგიხდებათ ამ 2024 წელს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ, მე კი შემოგიერთდებით შემდეგი საჯარო გაშლით.